გრძელდება საარჩევნო მარათონი საზოგადოებრივზე და ამ დროს ვუთმობთ ახლა ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულ მოძრაობას. მაჟორიტარობის კანდიდატები ნაძალადევის რაიონში ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ხოლო დიდუბის რაიონში ბატონი ბექა პეტრიაშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სანამ უშუალოდ თქვენ სამაჟორიტარო ოლქებზე გადავალთ, ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ თქვენი პარტიის მთავარ სლოგანზე, ესე ვთქვათ, უბლოკო სტატუსს გულისხმობ, ბუნებრივია კიდევ ერთხელ განუმარტოთ მეორე არხის მაყურებელს, რას გულისხმობს უბლოკო სტატუსი და რატომ არის ეს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ სტუდიაში მობრძანება და საზოგადოების წინაშე წარდგენა სწორედ იმ მთავარი გზავნილით, რომელმაც ერთის მხრივ უნდა უზრუნველყოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებს შორის საქართველოსთვის სუვერენიზაციის განმტკიცების და ამ სუვერენიტეტის სტატუსის შემდგომი განმტკიცების საკითხი, ხოლო მეორეს მხრივ უბლოკო სტატუსიდან გამომდინარე მან უნდა უზრუნველყოს ახალი პოლიტიკური და ამავე დროს ეკონომიკური რეალობა. ახალი ეკონომიკური რეალობა, რა თქმა უნდა, იმ სივრცეში, რომელიც განტვირთული იქნება იმ დაძაბულობის ველიდან, რომელიც მუდმივად წარმოიქმნება ხოლმე როგორც საქართველოში, როგორც სახელმწიფოში, ასევე მთლიან რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ ეს რეგიონი დღემდე რჩება ზესახელმწიფოების დაპირისპირების პოტენციური პოლიგონად. და ჩვენი უმთავრესი ამოცანა, რომელთაც ჩვენ გამოდივართ და მე მინდა შეგახსენოთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ დავარეგისტრირეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის 98 მუხლში დამატების შეტანას მეხუთე ნაწილის სახით და რომელიც გულისხმობს უბლოკო სტატუსის დეფინიციას. უბლოკო სტატუსი ეს გახლავთ ახალი დებულება, რომელიც ნაკარნახევია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, მისი უსაფრთხოების საკითხების მოგვარებიდან გამომდინარე და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს უარს აცხადებს გახდეს წევრი რომელიმე სამხედრო საერთაშორისო ალიანსის ან ბლოკის და ამავე დროს საქართველოს უარს აცხადებს გაეროს მიერ 1991 წელს საერთაშორისო აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში უცხო სახელმწიფოს საჯარისო ფორმირებების განთავსებისთვის, როგორც მუდმივად, ასევე დროებითი დისლოკაციის ფორმატში. ეს მე ვფიქრობ, რომ არის უნიკალური შანსი და შესაძლებლობა გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად თავის დროზე ფინეთმა ისარგებლა უბლოკო სტატუსით, თავის დროზე ისარგებლა ავსტრიამ უბლოკო სტატუსით და შესაბამისად მათ შეინარჩუნეს გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური განვითარების, ჰარმონიული განვითარების პერსპექტივა და თქვენ მოგეხსენებათ, როგორც ავსტრია საბანკო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე ფინეთი ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფოები არიან. სამწუხაროა, რომ უბლოკო სტატუსით სარგებლობდა უკრაინა 2010 წლიდან მაედნის რევოლუციით მოსული ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე და სამწუხაროდ სწორედ უბლოკო სტატუსზე უარის თქმა გახდა მიზეზი ყირიმის შემდგომი ანექსიისა, დონბასში და ლუგანსკში მიმდინარე იმ პროცესებისა, რომელსაც როგორც ჩანს შეუქცევადი ხასიათი გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს განმარტებები რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ კიდევ უფრო ნათელი რო იყოს თქვენი პოტენციური ამ მრჩევლისთვისაც, ალბათ მათ რიგებში იქნებიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია ნატოში გაწევრიანება, ზოგადად ევროატლანტიკური მისწრაფება და ძალიან ბევრი ნაბიჯია ამ მიმართულებით გადადგმული, ამაზე არ ვილაპარაკებ. როგორ ფიქრობთ, რა საფრთხე შეიცავს თავად თქვენ პოლიტიკურ გუნდში, რა შეფასებები კეთდება, ვინაიდან ერთი მხრივ გვესმის და გასაგებია, აბსოლუტურად გასაგებად განმარტეთ, რას ნიშნავს და როგორია თავად უბლოკო სტატუსის დეფინიცია, მაგრამ რატომ არა, რატომ უნდა უთხრათ უარი ნატოს? ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა. პირველ რიგში გეტყვით, რომ დროში უცვალებელი არაფერია, მით უმეტეს პოლიტიკური პროცესი არ შეიძლება, რომ 10 წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს სტატიკურ რეჟიმში და ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი ნატოს სახით, მე ვერ დაგეთანხმებოდით, ვინაიდან ბოლო რეფერენდუმის შედეგების მიხედვით და თავად ეს ბოლო რეფერენდუმის შედეგებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დასასმელია გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია საზოგადოების საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომელიც საარჩევნო პროცესის პარალელურად გაიმართა და მის მიმართ უნდობლობა უფრო დიდია, მე დამერწმუნებით ამაში იმ შემთხვევაში თუ კი შევთანხმდებით იმაზე, რომ დღეს მას შემდეგ რაც ამდენი წელი გავიდა, მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა თავიდან არის დასასმელი და ეს პოზიცია, გეოპოლიტიკური სტრატეგიის საკითხი ქვეყნისთვის თავიდან არის გასააზრებელი და გამომდინარე აქედან ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და 200,000 ხელმოწერა საკმარისი იქნება კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირებისთვის საქართველოს პარლამენტში. ჩვენ თუ ამ 200,000 ხელმოწერას ბუნებრივია მალე შევაგროვებთ, ეს იქნება ნათელი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოში არის მზარდი ინტერესი ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიისა და ახალი საგარეო პოლიტიკური ვექტორების განხორციელებისა, რომელიც არამც და არამც არ გულისხმობს მაგალითად სწორებას მხოლოდ დასავლეთისკენ, ან სწორებას მხოლოდ ჩრდილოეთისკენ. მე კიდევ ერთხელ მინდა ნათლად განმარტო. ჩვენი პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა საარჩევნო სიითი ნომერი 3 იქნება ჯვარცახოვანი პოლიტიკა, რაც გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება პირველ რიგში სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დავალაგოთ ურთიერთობა იმ კონფლიქტური სიტუაციებიდან გამომდინარე, რომელიც წარმოშობილია ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და რასაც აქვს თავისი ისტორიული წანამძღვრები ბუნებრივი. რაც შეეხება საფრთხებს, რაც შეიძლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიის 22% დღეს არის ფაქტობრივად ოკუპირებული და დეოკუპაციის კონცეფციის განსაზღვრის გზაზე უბლოკო სტატუსი არის ერთადერთი სწორი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ თეთრი ფურცლიდან დავიწყოთ მოქმედება. ანუ მოვახდინოთ რეალისტურია ეს კითხვა. აბსოლუტურად რეალისტურია, იმიტომ რომ დაძაბულობის ველი გვინდა რომ მოვხსნათ. უბლოკობა არ არის ნეიტრალიტეტი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ნეიტრალიტეტი ეს არის სტატუსი, რომლითაც სარგებლობს სახელმწიფო მას შემდეგ რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მინიმუმ ორი სახელმწიფო მაინც აღიარებს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მის ნეიტრალიტეტს. მაგალითად, თურქმენეთი, რომელიც მდიდარია გაზით, ნავთობით და მისი ნეიტრალიტეტი აღიარეს სწორედ აი ამ პრინციპიდან გამომდინარე 1995 წელს. მაგრამ უბლოკობა ეს არ არის სწორედ ნეიტრალიტეტი გამომდინარე იქიდან, რომ უბლოკობა ეს არის შესაძლებლობა გადატვირთვის მოხდენისა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების კუთხით შედის ჩიხში. დღეს საქართველოს დამეთანხმებით არის შესული ჩიხში. 32% საზღვრების არ არის დემარკირებული. ყოველწლიურად ქვეყანას ტოვებს მკვიდრი მოსახლეობა 160,000 სუბიექტის სახით. ამომრჩევლის, ანუ ელექტორალურ ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობაზე მაქვს საუბარი, ეს არის სამწუხარო სავალალო სტატისტიკური მონაცემები. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გასული ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი 1/3 ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ამ ადამიანების მათ შორის ხვედრიტწილი ადამიანებისა, რომლებიც სამოქალაქო უფლებებში არიან შეზღუდულნი, ანუ არალეგალურად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, არის დაახლოებით ნახევარზე ცოტა მეტი. ეს ადამიანები მოკლებულნი არიან საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღებისა. მათი აქედან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი არის სოციალური სიდუხჭირე, გამოუვალი მდგომარეობა. არც ერთი ხელისუფლება, არც მიხეილ სააკაშვილის, სამწუხაროდ არც ქართული ოცნების, რომელიც სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენაში ალბათ თავის დროზე გულისხმობდა იმას, რომ ემიგრანტებს მიაქცევდა ყურადღებას. მათ არ აძლევს შესაძლებლობას ფრაზას დავასრულებდა ამ წუთას დავდუმდები, არ აძლევს შესაძლებლობას საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების. ანუ უმთავრესი უფლების რეალიზაცია, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ელექტორალურ ასაკს მიღწეული ადამიანების გარკვეული რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში, რომელთა რიცხვი 10,000-ობით იზომება, აი ამ პროცესიდან არის გარიყული. სრულიად შეგნებულად ჩვენი ხელისუფლების და წინა ხელისუფლების შეგნებული პოზიციიდან გამომდინარე. ვიდრე დავსვამ ორი შეკითხვას მაყურებელს შევახსენებთ, შეგიძლიათ დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე, დასვათ კითხვა ჩვენ სტუმრებთან და რა თქმა უნდა მიიღოთ პასუხები. ვინაიდან საუბრობთ ამ უბლოკო სტატუსზე და კიდევ უფრო ვრცელი განმარტება მივიღეთ, თუ რას ნიშნავს ის და რის მომტანი შეიძლება იყოს, სწორედ ამ მიმართულებით საინტერესო ჩნდება, ჩვენ ვიცით თქვენი პოლიტიკური ლიდერის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის განცხადებები, არაერთ ეთერში, არაერთ პრესკონფერენციაზე და ზოგადად ბოლო დროს, რაც გააქტიურდა განსაკუთრებით ქალბატონ ნინო, ვიცით ის კითხვებიც, რომელიც დასმულა მისი მისამართით. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში თქვენ ოკუპაციაც ახსენეთ და ფაქტობრივი 22%, რომელიც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანამ, როგორ უნდა შეძლოს ერთი მხრივ დაარეგულიროს ურთიერთობა მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც სწორედ 22% აქვს ოკუპირებული და მეორე მხრივ დაიბრუნოს, ანუ ურთიერთობის დალაგება ერთია, მაგრამ შეიძლება დალაგდეს და დაუშვათ დარჩეს ეს ტერიტორიები ისევ მათ ხელში. როგორ უნდა დავიბრუნოთ ის 22%? პირველ რიგში მე გეტყვით, რომ მზა რეცეპტი, რომ ხვალვე ჩვენ ვიბრუნებთ რაღაცას, სამწუხაროდ პოლიტიკურ პროცესს არ ახასიათებს და ყველაფერი იწყება პირველი ნაბიჯით და სწორედ უბლოკო სტატუსი ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ დავიბრუნოთ სწორედაც რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რაც შეეხება ერთ საკითხს, რომელზეც მე არ მისაუბრია და რომელიც თქვენი კითხვის პასუხად გამოდგება აუცილებლად, გახლავთ ის, რომ უბლოკო სტატუსი არ გულისხმობს ინსტიტუციურ დაახლოებაზე უარის თქმას ევროკავშირთან. პირიქით. ეს არამც თუ ევროკავშირთან ინსტიტუციურ დაახლოების პროცესზე უარის თქმას არ გულისხმობს, არამედ მეცაც გეტყვით, იგივე ნატოსთან, თუ ნებისმიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსთან პირდაპირ ურთიერთობები, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე ამავე დროს არის სრულიად მისაღები და სრულიად დაშვებული და სრულიად ლეგალური უბლოკო სტატუსის პირობებში. ასე რომ საქართველოს უნდა იქონიოს, ასე ვთქვათ, ყველასთან ურთიერთობა საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და ის არ უნდა გახდეს ბრმა იარაღი რომელიმე ზე სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე რეგიონში, რასაც სამწუხაროდ დღემდე აქვს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს
უმაღლესი იერარქები იყვნენ ჩამოგზავნებულნი და ნატოს საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს საქართველოში. ჩვენ მაინც ვერ მივიღეთ ბატონი იენს სტოლტენბერგისგან კონკრეტული პასუხი თუ რაში გამოიხატება, რაში მდგომარეობს რეცეპტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური ფასის განსაზღვრისა. გარდა იმისა, რომ ბატონმა იენსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოკუპაცია და სრული ანექსია მოახდინა ყირიმისო და 2014 წლიდან ნატო საბჭოები რუსეთთან აღარ თანამშრომლობს საბჭოს რეჟიმშიო, ჩვენ მათთან დიალოგს მაინც ვინარჩუნებთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზეო და საქართველოსთვისაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ დიალოგის არსებობა რუსეთის ფედერაციასთან. მით უფრო ბატონი დიმიტრის კითხვა აქტიურდება მას შემდეგ, რაც როგორც კვალიფიციური სუბიექტები, ვინც ყოფილა ჩვენ სტუდიაში და კიდევ მრავლად მოვლენ, ამავდროულად არაკვალიფიცირებიც, კვალიფიცირებიც ორივე მხრიდან ისმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დავაბრუნებთ დევნილებს. ჩვენ შევძლებთ და საქართველოში აღარ იქნება საკუთარი ქვეყნიდან, საკუთარი ტერიტორიიდან დევნილის საზოგადოება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტებისთვის, როგორც ჩვეულებრივი ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, როცა არის თითქოს რამდენიმე არჩევანი, დავუშვათ პოლიტიკური სიმპათიებით სხვადასხვა ადამიანის იხრება სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებისკენ. ევრაზიული კავშირი, ევროატლანტიკური ალიანსი, უბლოკო სტატუსი, ამ შემთხვევაში მაყურებელი შეიძლება იყოს დაბნეულიც ერთია ვის და რა უნდა და მეორეა იმ შეთავაზებული ალტერნატივიდან რომელია უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის მომგებიანი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ისევე როგორც ალბათ მშობელის სიყვარულში ვერ შევეჯიბრებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ყველას გვიყვარს, ასევე ალბათ პატრიოტიზმში შეჯიბრებაც ცოტა ზღვარგადასულია, ამიტომ სვამ ამ შეკითხვას. სურვილი ერთია, მაგრამ რეალური პერსპექტივა და რეალური გეგმა და მოცემულობაც ალბათ სხვადასხვაგვარია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს კვალიფიციური ჟურნალისტთან მაქვს საქმე, ვინაიდან თქვენ ძალიან რთულად, მაგრამ ამავე დროს ძალიან კვალიფიციურად ჩამოყალიბეთ სათქმელი და მე მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, იმპერიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოდით პირდაპირ ვთქვათ, მას გააჩნია თავისი ინტერესები და ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ის, რომ მის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არ იქნეს განლაგებული. ეს არის მისი, ასე ვთქვათ, პოზიცია, ამ პოზიციას რუსეთის ფედერაცია არ მალავს არც ერთ დონეზე და პირდაპირ ის აცხადებდა კიდეც იმ შემთხვევაში, თუ კი უკრაინა უარს იტყვის უბლოკო სტატუსზე, ჩვენ ინტერესებს განვახორციელებთ წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით და მათ გაწერეს ეს გეგმა და მათ აღასრულეს კიდეც გეგმა. გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთს ჰქონდა თავისი სამხედრო სამრეწველო პოტენციალი განსავითარებელი, მას გააჩნდა ქარხნები, გააჩნდა ინტერესები და პირდაპირ აცხადებდა, თუ მთელი უკრაინა მიდის ნატოში, მაშინ უკრაინა წავა ნატოში იმ რეგიონის გამოკლებით, რომელშიც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოტენციალი ჩადებული, რომელშიც ჩვენ გვაქვს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები ჩადებული და მაშინ ვიბრძოლოთ. მაშინ ვიომოთ, მაშინ ვიდაოთ, მაშინ ვიკამათოთ, ვისი ინტერესი არის პრევალირებადი ამ პოლიტიკურ პროცესში. ანალოგიური ხდება სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ერთადერთი სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ძალიან კარგად ართმევს მოქნილ პოლიტიკას თავს, რომ ჩრდილოეთთანაც, დასავლეთთანაც და სამხრეთთანაც იქონიოს არაჩვეულებრივად სწორი დამოკიდებულება და პოზიცია და ჰაბის, ანუ შემკრების როლიც ითამაშოს, დაახლოებით აზერბაიჯანი და მისი პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი, რომელმაც მნიშვნელოვან პროცესებს გაართვა თავი და ერთგვარად შემკრები გახდა თურქეთის, ირანის, რუსეთის ინტერესებისა საკუთარ ტერიტორიაზე და ბაქო მომასპინძლა, თქვენ იცით, 9 რიცხვს 9 აგვისტოს სწორედ ამ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ შეხვედრას. რას ვაკეთებთ ჩვენ? ნახეთ, რას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ მაგალითად შემოყვავს ლუგარის ლაბორატორია, ვანთავსებთ ლუგარის ლაბორატორიას, ვაკეთებთ ფართო და დიდ დეკლარირებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო პარტნიორული სტრატეგიული ურთიერთობა არის განვითარების გარანტია ჩვენი ქვეყნისთვის, სამაგიეროდ ვიღებთ 2 მეტრით და 4 მეტრით და 20 მეტრით და 100 მეტრით გადმოწეულ ბავთულ ხლართებს. შემდგომ ვაცხადებთ, რომ აი ახლა ჩვენ ხსნით ნატოს საწვრთნელ ბაზას და რომ ეს არის ახალი ფურცელი საქართველოს და ნატოს ურთიერთობებში, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში არის შეუქცევადი პროცესი, რომ ეს არის ხალხის არჩევანი, რას ვიღებთ შედეგად, ისევ გადმოდის ხლართები 100 მეტრით, 20 მეტრით, 50 მეტრით და კაცი შვილი არ არის, ანუ პოლიტიკურად გულისხმობ ჩვენი განკითხავი, ჩვენი ხელისშემწყობი იმ პროცესში, რომ თუნდაც აი ეს დეზინტეგრაციული პროცესები რაღაცნაირად შეგვიჭირონ. 43 თუ არ ვწდები რაუნდი შედგა ჟენევის მოლაპარაკებებისა. შედეგი 0. ნუ თუ ვეღარ უნდა გავიგოთ მართლა და მართლა. თუ უარს ვიტყვით ნატოს ინტეგრაციაზე, ამ შემთხვევაში ეს პროცესები შეიძლება? ძალიან ბანალური და ძალიან ღარიბია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ლექსიკის გამოყენების დონეზე. აი ესე მარტივად რომ ვთქვათ, რომ უარი ვთქვათ ნატოს.
არა მხოლოდ ნატოზე უნდა ვთქვათ უარი თუ კი საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ ძალიან ბევრ საკითხზე მოგვიწევს დაფიქრება რა გარანტიები შეიძლება შეელიოს საქართველოს უმთავრესი ინტერესის მიღწევის გზაზე. რუსეთის გარდაცვალების დანარჩენი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაც მთავარია, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას რუსეთისაგან განსხვავებით არ აღიარებენ. მაშინ რა გარანტიებზე საუბრობთ? ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო თანამეგობრობის დეკლარირებული პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და ესე იგი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით. მე გავიხსენებ კალბოტონი ჰილარი კლინტონის განცხადებასაც, რომ საქართველოს უნდა დაადგესო სტრატეგიული მოთმინების გზასო, ჩვენ დიდი ხანია მოთმინების გზაზე ვდგავართ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ბოლო, დასაწყისი და დასასრული. საქართველოს იცლება სისხლისგან. ეს არ არის პათეტიკა და არც სადღერძელო არ არის. ეს არის რეალობა, რომლის ფაქტის წინაშე ვდგებით. ჩვენ ვართ მომაკვდავი ერების რიცხვში შეყვანილი. 2028 წლისთვის 50% ჩვენი პოპულაციისა ეთნიკურ ქართველებს გულისხმობ, ამ ქვეყანაში აღარ იცხოვრებს. ჩვენ დემოგრაფიულ პლაზმას გვიცვლის ესა თუ ის კანონი და ამა თუ იმ კანონის მოქმედება. არის ეს წინასწარი ჩანაფიქრი, არ მიდივარ სხვა მიმართულებით. ჩვენ აღარ აგვაქვს დრო იმისა, რომ დეოკუპაციის კონცეფციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით მუდმივად ვიყოთ დასავლეთის მიმართ ხელგაწვდილები. ჩვენ გვჭირდება ქართული პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება ის ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც მზად იქნება განსხვავებით სააკაშვილისგან, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომ პოლიტიკურ დიალოგში პირდაპირ დაჯდეს მოსკოვში, იქნება თუ სხვა ნებისმიერ ნეიტრალურ ქვეყანაში და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან აწარმოოს დიალოგი ერთადერთ თემაზე. უარი ათქმევინოს იმპერიალისტურ მიზნებზე, როგორც თქვენ თავად ახსენეთ. უნდა განისაზღვროს ფასი. უნდა განისაზღვროს ფასი. რა იქნება ეს ფასის მიხედვით ჩვენ უნდა განსაზღვროთ ერთად საზოგადოებასთან ერთად გვიღირს ამ ფასის გადახდა თუ არ გვიღირს ფასის გადახდა. რა იქნება ეს ფასი? ამის მერე ჩვენ უნდა განსაზღვროთ წითელი ხაზები. გვაქვს თუ არა წითელი ხაზები საერთოდ ჩვენ ქვეყანას? მე მაინტერესებს. წითელ ხაზებში მეგულისხმობ უკიდურეს ზომას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა. დიახ, ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ ოდესმე მზად, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთხელ განხორციელდეს საომარი მოქმედებები. არაფერი აღარ დარჩება ამ ქვეყნიდან, მით უმეტეს იმ საბრძოლო პოტენციალის ფონზე, რასაც ფლობს რუსეთის ფედერაცია და რამაც შესანიშნავი დემონსტრირება გაიარა სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გულისხმობ, შესანიშნავად გესმით ალბათ, რასაც ვამბობ, და რომ ნებისმიერი სამხედრო რიტორიკა, რომ ჩვენ დღეს შევძლებთ საკუთარი ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საომარი ვითარებით, ომის გამოცხადებით, გნებავთ ნებისმიერი სხვა სამხედრო კონფრონტაცია. არის ილუზია და ამ ილუზიით კვებას ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა საკუთარი მოქალაქეებისა და საზოგადოებისა აღარ ვაპირებს. გასაგებია, ბატონ დიმიტრი, მაყურებელი გველოდება დიდი ხანია მოусმინო და შემდეგ გრაფასი უნდა გადაიხადოს საქართველოს ამაზე ვისაუბროთ. გუპასუხოთ მაყურებელს, რომელიც გველოდება, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. პირველ რიგში მივესალმები სასექადო არის კონსტანტინე ლორქიფანიძეშვილი შვილს ჩვენს დიმიტრი ლორქიფანიძეს უფლება დამცეს პარლამენტის წევრს დიმიტრი ლორქიფანიძე რასაც ლაპარაკობს საუბრობს ესე იგი ხო დიდი სამამულო ომის დროს სტალინი იცოდეთ რომ ნამდვილად არ მოიგებდა ომს იმდენად ტრაგიკულ სიტუაციაში ჩავარდა რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისი და საფრანგეთის ავიაცია ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ომის მოგება ამიტომ დიდი პოლიტიკა რა არის ის რომ ყველასთან კარგად უნდა ვიყოთ და აი ეს დაიჭირა სტალინმაც კი არ თქვა უარი ამერიკაზე და ინგლისზე მაშინ როცა ჩერჩილის ბებერმელას ეძახდა გასაგებია შეკითხვა თუ გაქვთ ხალბატონო რომ დაუსვათ ჩვენ სტუმრებს თუ მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება გსურდათ შეკითხვა იმდენად რამდენადაც ვიცი დიმიტრი ლორქიფანიძე რომ არის თავდადებული ქართველი იმ 11 შვილის მამა და ერთი შვილის ბაბა დარჩენებული ქართველი გასაგებია დიდი მადლობა ზარისთვის ველოდებით უკვე მაყურებელს რომ შესაძლოა ჰქონდეს კითხვები სწორედ ბატონ დიმიტრი ლორქიფანიძესთან როგორც პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთან ჩვენ გვყავს კიდევ ასევე დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი ბექა და რეპლიკის სახით მინდოდა თუნებას მომცემთ მინდა გითხრათ რომ ჩვენ სასიგნალო ეგზემპლარი გვაქვს წამოღებული ჩვენი ფართო ვრცელი პროგრამისა რომელშიც ძალიან დეტალურად არის თითოეულ საკითხთან დაკავშირებული თემა გაწერილი ასევე წამოვიღეთ ჩვენი ბუკლეტი რომელშიც ძირითადი მესიჯებია ძირითადი გზავნილებია საზოგადოების მიმართ და ჩვენ როგორც დიდუბის მე-15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სადაც ჩვენი
ევროპის კონტინენტზე ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი ბეკა პეტრიაშვილი. იქრის კეში და მე მინდა ხარი დაუჭიროს ხო ჩვენს დიდუბელ ამომრჩეველს ხარი დაუჭიროს ჩვენს ბეკას ვაშკაც კაც რომელმაც ციხეში გაატარა რამოდენიმე წელი და ამასთან დაკავშირებით ბეკა თავად ისაუბრებს და გასცემს ყველა თქვენ შეკითხვას პასუხს და ასევე სანზონის ამომრჩეველს ნაძალადევის მე-18 საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს მინდა დავპირდე რომ კარდაკარ ვივლით და ყველგან მივიტანთ აი ამ დასაბუთებულ გზავნილებს ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის. კი ბატონო, ჩვენ დაუბრუნდეთ თამარის ქონდა დასმული კითხვა და ელოდებოდა შესაბამისად პასუხს იმაზე რომ გარკვეული ფასი უნდა გადაიხადოთ. საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ როგორც თქვენთან ასევე ბატონ ბეკასთანაც, ამიტომ ამისთვის ცალკე გვაქვს გათვალისწინებული დრო. კი ბატონო, თქვენ არ დაასრულეთ უბრალოდ მაყურებელი გველოდებოდა ძალიან დიდხანს საუბრობდით იმაზე რომ საქართველოს შესაძლოა გარკვეული ფასის გადახდა მოუწეს, სწორედ ეს პოლიტიკური ფასია საუბარი, სხვანაირად არ უნდა გავიგოთ, რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვები ეს არის პოლიტიკური ფასი და პოლიტიკური ფასი სუბუქი იქნება, საშუალო სიმძიმის იქნება, ძალიან მძიმე იქნება, მიუღებელი იქნება და კატეგორიულად მიუღებელი იქნება, ეს უნდა განისაზღვროს პოლიტიკური დიალოგის ფორმატში. მოდით პირდაპირ ვთქვათ. აი რა შეიძლება წამოვიდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ ეგზის გვესმის ჩვენ მისი გადახდას ჩვენ მოგვიწევს რომ მათ ბოლოს ისიც კი ითქვეს და მე მგონი ეს ჩვენთვის საკმაოდ სამარცხვინო და დამამცირებელი უნდა ყოფილიყო როდესაც ამაზეც კი პასუხს არ ვიძლეოდით რომ მათთვის გასაგები იყო რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად რანგირების დონეზე ანუ სტატუსის მიხედვით პრემიერი უნდა წამოსულიყო თქვათ მოლაპარაკებებს თუ პრეზიდენტი ამაშიც გაგებით ეკიდებოდნენ ამ საკითხს და მზად იყვნენ რომ ან ერთი ან მეორე ან ორივე ერთად მიეღოთ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროთ მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. მე დარწმუნებული ვარ ცალკე ბატონი ღარიბაშვილიც, ცალკე ბატონი მარგველაშვილიც და ბატონი გოგი კვირიკაშვილიც, რომლის მიმართ პერსონალური პატივისცემა პირადად მე გამაჩნია, რა თქმა უნდა მზად იქნებოდნენ შესახვედრად რომ არა ის სისტემა, რომლის ტყვეობაშიც და რომელიც ძევლად ამყოფებს დღევანდელ ჩვენს სახელმწიფო სისტემას. სამწუხაროდ ეს ძევლად აყვანის ინსტიტუტი განმტკიცებულია სწორედ დასავლეთში არსებული პოლიტიკური კონტექსტში. ბატონ დიმიტრი, ასეთ ვისე ვისაუბრეთ ჩვენ საგარეო კურსთან დაკავშირებით, უბლოკოს სტატუსთან დაკავშირებით, ზოგადად ხედვაზე, რომლითაც ფიქრობთ, რომ გამოირჩევით და რის გამოც უნდა მოგცენ ხმა, თუმცა იქნება კიდევ სხვა პრიორიტეტები. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა თქვენი ლიდერის განცხადებები, რომელიც უკავშირდება ძალიან ბევრ მიმართულებას, ეს არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკა. ამიტომ ის პრიორიტეტები, რომელიც მოცემულია ბუკლეტში, როგორც თავად თქვით, ამ შემთხვევაში კონკრეტულად საარჩევნო ოლქებს აღნიშნავს ზოგადად ქვეყნის განვითარების ცელვადიან გეგმასთან დაკავშირებით გეკითხებით რა არის არ კითხავთ ასე რომ ერთი და მთავარი ან სამი და მთავარი ის უმთავრესი მარცვალი რის გამოც ფიქრობთ რომ პოლიტიკურად მიმზიდველები ბრძანდებით პოტენციური ამორჩევლისთვის ძალიან კარგი შეკითხვაა მე შევეცდები რომ ძალიან მოკლედ ასე ვთქვათ მოგახსენოთ თქვენ ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. პირველი და მნიშვნელოვანი, ხო? რაზე ჩვენ ვისაუბრეთ უბლოკოს სტატუსი. რატომ უბლოკოს სტატუსი პირველი და უმნიშვნელოვანესი? იმიტომ რომ ეს იყო ის დაპირებელი და შეუსრულებელი პირობა, რაც ქართულმა ოცნებამ თავის დროზე გასცა. ანუ ეს იყო საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დალაგება. მოდით ერთად შევთანხმდეთ. ეს პირობა არ შესრულდა 4 წლის თავზე, აი არჩევნებში მოდის ოცნება, მაგრამ ეს პირობა აქვს აბსოლუტურად შეუსრულებელი 100%-ით, პირდაპირ ვთქვათ. მეორე პირობა ეს იყო სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენა. კი ბატონო. სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენა მხოლოდ უფლება შელახული უკანონო პატიმრების, მათ შორის პოლიტპატიმრების უფლებების აღდგენას და მათ რეაბილიტაციას არ გულისხმობს. ეს გულისხმობს ყველაფერს მოცულობითად. ეს არის საარჩევნო კოდექსი, ეს არის თვითმმართველობა, ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა. ანუ ყველა ის კომპონენტი, რასაც როგორც გეომეტრიული სიბრტყე ემყარება დემოკრატია. დემოკრატია ანალოგიურად რო განვიხილოთ ჩვენ გეომეტრიული ასე ვთქვათ სიბრტყის მოდელთან რაც მოგახსენებთ გულისხმობს სწორედ რას დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას სრულყოფილ საარჩევნო სისტემას და რეალურ თვითმმართველობას არც ერთი არ არის გამართული მოგეხსენებათ შესაბამისად დემოკრატია ქვეყანაში კოჭლობს ამიტომ ჩვენთვის სასამართლო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება, რომელსაც ჩვენ უბლოკოს სტატუსის შემდგომ მეორე არის რამდენიმე დაპირება, რომელთან დაკავშირებით ასე რომ თქვენმა ლიდერმა ისაუბრა, რატომ სასამართლო სისტემა ჩამოვთვლი რამდენიმეა, აქ არის საუბარი რუსული ბაზრის სრულყოფილად გახსნაზე და რუსეთთან ომის მიმოსვლაზე, ოჯახის შექმნისთვის სახელმწიფო კრედიტებით ბინების გადაცემის დაპირებაც გაჟღერდა, ამავდროულად დედის ხელფასი, რომელიც რა თქმა უნდა საინტერესოა თუ როგორ უნდა ახსნათ, გადავხედეთ ცოტა მაგრამ შეკითხვა თუ ერთად ვისაუბრო ყველაფერზე, სასამართლოზე და შემდგომ ამაზე ვუპასუხოთ მაშინ არ დაგავიწყდეთ და ამ თანმიმდევრობით გამიმეორეთ ეს შეკითხვები რომ თავიდან გაგცემთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. გამარჯობა, ბრძანდეთ. ეთერში ვარ. ეთერში ბრძანდებით დასვით შეკითხვა. ბატონებო
მოგესალმებით. Televiziya 67 meclis pensioneri, xeyri barikat. Nutu ჩვენ დასკვნა ვერ უნდა გავაკეთოთ და ერთ-ერთი ვინმე ბრძენი კაცი არ გამოჩნდა საქართველოში რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოებს. ავიღოთ 1961 წლიდან დღემდე ამერიკამ განადგურა 55 სახელმწიფო იუგოსლავიიდან მოყოლებული დღეს უკვე იუგოსლავია. ესე იგი როგორ შეიძლება ნატოს ჯარების შემოყვანა რუსეთი მაგას დაუშვებს უკრაინის მაგალითი ავიღოთ. ჩვენ არც ევროკავშირი გვინდა და სავსებით ვეთანხმები აი დიდებულ დიმიტრის ლორქიბაიძეს ვეთანხმები რომ მხოლოდ რუსეთზე უნდა ვატარებოთ. ისტორიულად ჩვენ ვიცით გასაგებია ბატონო თქვენი მოსაზრება შეკითხვა თუ გაქვთ შეგიძლიათ დაუსვათ ბატონ დიმიტრის. მეგობრებო შეკითხვა დაისვა, შეკითხვა იყო ნუ თუ არ უნდა გამოჩნდეს ერთი პოლიტიკოსი მაინც რომელიც დაჯდება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ, მე მინდა სიხარულით გაცნობოთ რომ ესეთი ადამიანი ყავს და იმედი მაქვს რომ აუცილებლად გვეყოლება ახლო მომავალ პერსპექტივაშიც. ეს არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ძალიან მაღალი სტატუსის პოლიტიკოსი, დიპლომატი, რომელსაც ძალუც ნამდვილად თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ამ პროცესის დაწყება და წარმატებით დამთავრება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კი ბატონო, თუ გვაქვს დრო მე რეჟისორს მიმართავ ჩვენსაც რომ დავსვა შეკითხვა თუ არა და უკვე სარეკლამო ჭრის მერე დავბრუნდეთ. რამდენიმე წუთით შევისვენოთ და დავბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში, ადევნეთ თვალი საარჩევნო მარათონს. საარჩევნო მარათონი საზოგადოებრივზე გრძელდება. ჩვენ მასპინძლობთ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს ნაძალადებში ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ხოლო დიდუბეში ბატონ ბექა პეტრიაშვილს, რომლებიც ჩვენი სტუდიის სტუმრები გახავთ. ბატონ დიმიტრი, მოდით გადავიდეთ იმ კითხვაზე, რომელსაც პასუხი დროის გამო ვერ გაეცით. სასამართლო სისტემის რეფორმაზე საუბრობდით, ამავდროულად რუსული ბაზრის სრულყოფილად გახსნაზე დაგისვით კითხვა, ასევე რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, ის დაპირებებია, რომელიც არის საარჩევნო პროგრამაში, ოჯახის შექმნისთვის სახელმწიფო კრედიტებით ბინების გადაცემის დაპირება, ამავდროულად დედის ხელფასი და უამრავი კიდევ სხვა მივყვეთ თუ შეიძლება. სანამ ჩემი უმცროსი კოლეგა და მეგობარი ბექა გააგრძელებდეს დიალოგს, მანამდე მე შევეცდები ყველა ისმერ დასმულ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმის საკითხი. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ასევე შეუსრულებელი პირობა სამწუხაროდ, რომელიც აღიარებული იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად და გულისხმობდა ყველა იმ პირის მიმართ მარიაბილიტირებელი გარემოებიდან გამომდინარე საქმეების დაწყებას და აღდგენას სამართლიანობის, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებებთან, უკანონო სასამართლო განაჩენებთან იყო კავშირში, სამწუხაროდ ვერ შესრულდა. თქვენ წარმოიდგინეთ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2012 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით სცნო 200 პირი პოლიტიკურ პატიმრად. პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულად კი არა, პოლიტიკურ პატიმრად, რაც არის 2002 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული კრიტერიუმებით განსაზღვრული დებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ვამბობთ მე, იმიტომ რომ ის რაც საქართველოს პარლამენტმა დადგენილების დონეზე მიიღო, აპრიორი გულისხმობდა იმას, რომ არაერთი მოსამართლე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც მინიმუმ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას ან გულგრილობას უნდა გულისხმობდეს. ეს ხომ ანი და ბანი, ამას არ ჭირდება იურისტობა, ამას შესანიშნავად აცნობიერებს საზოგადოება. რა მოხდა სინამდვილეში? პირველი, სახელმწიფომ უარი თქვა იმ კომისიის შექმნაზე, რომელსაც მარიაბილიტირებელი გარემოებებით სწორედ ეს პროცესი უნდა დაეწყო. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო სარჩელებიდან გამომდინარე მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების არავით არის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია ამ ეტაპზეო და ამიტომ არამიზანშეწონილია ამ კომისიის მუშაობის დაწყებაო და მეორე დაიწყეს მართლმსაჯულების რეფორმის ეგრეთ წოდებული პირველი, მეორე და შემდგომი ტალღები. და ამ ტალღებს მე ვფიქრობ საბოლოოდ შეეწირება ქართული ოცნების რეიტინგი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე და საბოლოო განაჩენს გამოუტანს საზოგადოება ქართულ ოცნებას. აი იმ ტყუილისთვის, რომელიც მათ იკადრეს სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და პირველ რიგში პასუხისმგებლობას ვაგისრებ ამ ქვეყნის სამართლიანობის მინისტრს. ქალბატონ თია წულუკიანს. კი ბატონო დიმიტრი. რატომ? იმიტომ, რომ აი ამ პირველი რეფორმით გამოცხადდა მარწუხებისგან გათავისუფლება იმ მოსამართლეებისა, რომლებიც პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. მე მინდა თქვენი ეთერით შევახსენო ქალბატონ თიას. არ არსებობს სისტემისგან, პოლიტიკური სისტემისგან დაზარალებული მოსამართლე.
ვერ იარსებებს ბუნებაში, იმიტომ რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი სახელმწიფო შტოს წარმომადგენელი და მის მიერ ერთპიროვნულად საქართველოს სახელით დგება გადაწყვეტილება. მათ შორის საბოლოო სასამართლო აქტი, რომლის საფუძველზეც ადამიანს ერთმევა ქონება, ერთმევა ჯანმრთელობა, ერთმევა საბოლოო ციცოცხლე და ადამიანი ნადგურდება და არავინ მომკითხავი არ არის ასეთი უკანონო გადაწყვეტილების უკან დგომი მოსამართლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების დაწყებისა, რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილმა ამაზეც იზრუნა თავის დროზე და საქართველოს კონსტიტუციის 82 მილში ჩაწერა, რომ არავის არ აქვს უფლება მოითხოვოს ანგარიში მოცემულ სამართალ წარმოების საქმეში. თქვენ რა გეგმებით? რომ მოსამართლე არის ხელშეუხებელი, რომ არ შეიძლება მოსამართლის დაპატიმრება და აქედან რა გამოვიდა? რომ პოლიტპატიმრება და ცნობელი მოსამართლეები არც ერთი არ დასჯილა, მეტიც ეს ადამიანები დაწინაურდნენ და ამის თქმა მინდოდა ზუსტად, რომ მართლმსაჯულების განხორციელების რეფორმის განხორციელების მეორე ტალღაში მოყვნენ ისეთი მოსამართლეები დაწინაურებულნი, რომლებიც მოსამართლეთა დახურულ კონფერენციაზე არჩეული იქნენ როგორც ამ ქვეყნის სასამართლო სისტემაზე მაკონტროლებელი რგოლის ესე ვთქვათ, სუბიექტები, ანუ გულისხმობ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს. ამ ტალღების შესახებ მენტაკლებად აქვს მოსახლეობას წარმოქმნა, თუმცა თქვენ რა გეგმა გაქვთ? რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელოს? საზოგადოება უნდა გავაცნო რაში მდგომარეობს პოლიტიკოსის მოვალეობა. რომ ზოგადად ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მეხსიერება არის მოკლე. ჯერზეც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას ძალიან ხშირად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიანი სამართლებრივი პირობის შეპირებულ და აუსრულებელ პირობას ეხება. და მეორე უნდა განვმარტოთ თუ რაში მდგომარეობს ეს ყველაფერი. და დღეს ის მოსამართლეები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომლებსაც განაჩენებზე აქვს ხელი მოწერილი პოლიტპატიმრების მიმართ. მაგალითად ვახტანგ მაისაიას მიმართ. და ბატონი ვახტანგ მაისაია დღემდე ამაოდ ელის შესაძლებლობას, რომ საკუთარი ოჯახის, მეგობრების, ახლობლების თვალში მოახდინოს რეაბილიტაცია. ბოლოს და ბოლოს საზოგადოების თვალში, ხომ? უმძიმესი მუხლებით არის დაპატიმრებული ეს ადამიანი, ჯაშუშობის ბრალდებით. და მას შესაძლებლობა ერთმევა. დიმიტრი ნიკამ ძალიან ბევრი საკითხი ჩამოთვალა, რასაც თქვენ უნდა უპასუხოთ. თუ არ არის საკმარისი 4 წელი ამ მარტივი პირობის ასასრულებლად. ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ. თქვენ ნიკო კონკრეტული გეგმის შესახებ გითხარით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელოს? გასაგებია თქვენი პოზიცია, რომ კითხავს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აკითხულობთ მოდელი, რომელსაც ეწოდება ამპაროს მოდელი, ასე არის საერთაშორისო იურიდიულ საზოგადოებაში ცნობილი ეს სისტემა, ეს არის ამპაროს მექსიკური მოდელი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს როლის გაძლიერებას. საკონსტიტუციო სასამართლოს დაემატება საგანგებო კოლეგია, რომელიც იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც კანონიერ ძალას შესული სასამართლო განაჩენების გადახედვის პრევენციულ მექანიზმში იქნება გამოხატული. სასამართლოს გადაწყვეტილებებს გააკონტროლებს აქამდე კანონიერ ძალაში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზირების საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობდა, ამის შესაძლებლობა არ არსებობდა. თუ მაგალითად ბატონ დიმიტრი, ჩაგეკითხებით, თუ შეიძლება თქვენ გულისხმობთ ძველ გადაწყვეტილებებს განიხილავს კიდევ ერთხელ გადახედავს, ახალი უწყება, რომლის შექმნასაც თქვენ გეგმავთ და შემდეგ უკვე მიყვება და ყველა ახალ გადაწყვეტილებას აი ხავე გეტყვით. ეს არის კონტროლს ასე ვთქვათ, იმ ახალ უწყებაში, მაშინ რაც გვინდა სასამართლო დანარჩენი სხვა სასამართლოები. აგესნით ახლა. ამპაროს მოდელი გულისხმობს აი ამ კოლეგიის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პარალელურად, ანუ ეს კი არ უშლის ვინმეს ხელს და კი არ აჩერებს და აფერხებს მართლმსაჯულებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სამი მიმართულებით მუშაობას. პირველი, როგორც მოგახსენეთ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გადახედვის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სასამართლო აქტის რევიზირებას ადამიანის უფლებების თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებაში. ხომ არ დაირღვა სასამართლო წარმოების პროცესში ის უფლება, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციის მეორე მილში. მაგალითად, დაცვის უფლება. აი სიტყვაზე დაცვის უფლების გარეშე განჯილი ადამიანის მიმართ დადგენილი განაჩენი გაუქმდება მწამში და ადამიანის რეაბილიტაცია მოხდება მეხსეულად. ეს პირველი. მეორე, ადამიანი არის დაკავებული და მის მიმართ მიმდინარეობს პროცესი და როგორც დაცვის მხარე, ისე თვითონ ეს ადამიანი აპროტესტებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების პროცესში დაირღვა მისი უფლებები, რაც გარანტირებული ასევე კონსტიტუციის მეორე თავით. ამპაროს სასამართლო ყისიერად ადარებს შესრულებულ პროცედურას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის თავის შესაბამის დებულების მიხედვით განსაზღვრულ ნორმას და თუ ატყობს უბრალოდ ადგენს დარღვევას, იმ წამსვე ეს ადამიანი თავისუფლდება ასე ვთქვათ, უკანონო დაკავების ადგილიდან და მესამე ქონებები, მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ქონებები, მათი რეგისტრაცია და სამოქალაქო ურთიერთობები ნოტარიალური აქტების დონეზე, რომელიც დარღვევით არის თქვა შესრულებული, რომელიც მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, ასევე იქნება ამპაროს სასამართლოს განჯადი დროის მოცემულ მომენტში. ნახეთ, სამივე მიმართულება არის უზრუნველყოფილი.
ეს მოდელი კარგად მუშაობს ლათინური ამერიკის რამოდენიმე სახელმწიფოში და ჩვენთანაც დაინერგება თუ კი ჩვენი ამორჩეველი შემოხაზავს საარჩევნო სიით ნომერ 3-ს და დემოკრატიული მოძრაობა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა გარკვეული ძალებით მოვა საქართველოს პარლამენტში. ბატონ დიმიტრი, რა დარღვევებს თქვენი სობრეთ? ისედაც არ უნდა ხდებოდეს, ყველა დაკავებულს, ყველა ეჭვმიტანილს უნდა თავიდანვე განესაზღვროს მისი უფლებები ხომ ეს თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვენ უშვებთ იმას, რომ შესაძლოა გაატაროთ რეფორმა, თუმცა მაინც მივიღოთ აი ამ უფლებების დარღვევა და სასამართლო, რომელსაც შესაძლოა არ ენდობოდეს ამომრჩეველი და არც უბრალოდ ხო ამომრჩეველი მოსახლეობა და არც პოლიტიკოსები. და თქვენ გეგმავთ, რომ შექმნათ ისეთი უწყება, რომელიც გააკონტროლებს სასამართლოს. პარალელ რეჟიმში თქვენი გულწრფელი მიამიტობა ნამდვილად არის სასიხარულო, იმიტომ რომ ეს სკეპსისი, რომელიც თქვენ გამოთქვით ახლა ამ შემთხვევაში. ანუ შეუძლებელია შექმნათ ისეთი სასამართლო, რომლის მიმართაც ასეთი კითხვის ნიშნები არ დაისვება, ანუ ეს შეუძლებელია თქვენ ამას ამბობთ, ამიტომაც უნდა შექმნათ სასამართლოს მაკონტროლებელი უწყება. ქავტონ თამარ, მაგალითად გერმანიაში ეს მოდელი მოქმედებს და მინდა გითხრათ, რომ გერმანიის მართლმსაჯულების სტანდარტი მოიხსენებათ გაცილებით მაღლად დგას ვიდრე ქართული, ხო? და როდესაც ვენეციის კომისიიდან იყვნენ ჩამოსულები ჩვენთან სტუმრად და მათ შორის გერმანიის წარმომადგენელი ერთ-ერთი სტუმარი საქართველოს პარლამენტში გულისხმობ 2011 წელს მას მე დავუსვი შეკითხვა არის თუ არა გადაცდომები მართლმსაჯულებაში გერმანულ მართლმსაჯულებაში და ახდენს თუ არა ამპაროს მოდელი ასე ვთქვათ პრევენციას ასეთი ხარვეზიანი გადაწყვეტილებით მან თქვა დაახლოებით 2% ყოველწლიურად მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის და მიუხედავად შეიცავს იმგვარ ხარვეზებს რომელიც კონსტიტუციური ნორმებთან და ადამიანის უფლებების თემასთან შესაბამისობაში ითხოვს რევიზირებას. ეს თუ გერმანიაში ხდება 2% შემთხვევაში, ჩვენთან რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს? ამიტომ მოდით მე ველოდები რა თქმა უნდა მოგცემთ მე აუცილებლად მინდოდა ერთი წუთი ბაბატის ბექამ ერთი წუთი და აი მოკლედ რომ თქვენ იმ ძირითად პრიორიტეტებზე რომელიც უკვე გაჟღერებულია რომ აი ბინებს აძლევენო და რა კი ბატონო ბინებთან დაკავშირებით დედის ხელფაზე კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გადავიხადოთ ცოტა მაგრამ გადავიხადოთ ბევრმა ეს გეგმის რომელი ნაწილი ან რომელი გეგმის რას გულისხმობთ ჩვენს პროგრამაში რომელიც წარმოდგენილია 30 გვერდზე ესე ბანალურად ეს საკითხი არ ჟღერს საკმაოდ სწორი ინსტიტუციური მიდგომით გვაქვს ჩვენ ჩამოყალიბებული და ამ პროექტს რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან უნიკალური პროექტია ეწოდება ქართული კერის პროგრამა ქართული კერა გულისხმობს საბინაო კომუნალური ფონდის არსებობას 50 მილიონიანი უპროცენტო სახელმწიფო სესხის პირობებში რომლითაც ისარგებლებს ყველა ახლად დაქორწინებული წყვილი მიიღებს რა უპროცენტო კრედიტით სარგებლობის შესაძლებლობას იმ პირობებში თუკი საბაზრო ღირებულებით განსაზღვრული ფასის 1/3-ს აღნიშნულ საცხოვრებელ ფარდზე დაფარავს თავად. კი ბატონო. დროის გარკვეულ მონაკვეთში. ეს არ არის უტოპია. ეს არც ძალიან ულტრამემარცხენე იდეა არ არის. ეს არის სწორად დამუშავებული ჩვენი ექსპერტების მიერ და პოლიტიკურად გაანალიზებული პროგრამა, რომელსაც ჩვენ ერთადერთი პარტია გახლავართ, რომელიც წარმოადგენს სწორედ აი ამ ფორმით სრულიად რეალისტურად. მინდა გითხრათ. რეგიონებთან დაკავშირებით მაყურებელს შეკითხვა აქვს მოვისმინოთ კიდევ ერთი შეკითხვაც და პირობას ვთქვით რომ გადავდივარ შეკითხვით ბატონ ბექასთან გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით აი დავუშვათ რაჭა ლეჩხუმი და რომელიღაც აი კანდიდატი თუ ყავთ იქით და დამინდოდა ბატონო დიმიტრი ეხლა თქვენ სასამართლოზე საუბრობდით და თითქმის საქართველოში ალბათ ადამიანი არ არის რომ სასამართლოსთან შეხება არ ქონებოდეს ხო თქვენ წარმოიდგინეთ მე იმათ შორის ვარ ვინც წაღანი ლაპარაკეთ და საშინო მდგომარეობაში მე არ ვიცი ამ სასამართლოებში რა ხდება ერთადერთი აი ეს გურჯაბიძე იყო მოსამართლე ჩემს საბუთებსაც წარმოგიდგენთ რომ ნუ რაღაც სასწაული ნათესაური კლანის ეს ირაკლი ეზუგბაია რო იყო რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე მიციცოლი ეკატერინე ბიცაძე არის სასამართლოში მოსამართლე და აი მაგენის ნათესავთან მქონდა პროცესი წარმოიდგინე ეკატერინე ბიცაძის ნათესავთან მოვიგებდი თვითონ მოსამართლე არც აიცილა მე არ ვიცოდი ეს მე არ ვიცი ამას თუ ეშველება და მე ერთადერთი რა მინდა გითხრათ. აი გიყურებთ თქვენ ვაკვირდებით ყველა მოსახლეობა ნუ გონია ამ ხალხს რომ ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს ყველა პარტიას აბსოლუტურად ვითომ არ აინტერესებთ. მე რასაც უყურებ ბატონო დიმიტრი მართლა არ ვიცნობ და არ ვიცი ხა უბრალოდ შემთხვევით დავდეკე და რა არის იცით აი ძალიან დიდ მადლობას გიხდით აი პირადად ყველას. ესე კორექტულად რომ მიყავთ ეს საარჩევნო პროგრამა და აი ამ ბინძურ რაღაცებში გვარერევით. სიებიც ვნახე რომ არ ყავთ ეს ფულის ტომრების სიაში, მაგიტომაც მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებას. მადლობა ზარისთვის. მე ერთი ჩემი მხრიდან მინდა დავამატო რომ აბულაძის ქუჩა ნომერი 8 ვაკეში, ჩეხეთის საელჩოს უკან არის ჩვენი ოფისი. თუ თქვენ კონკრეტული კონსულტაცია დაგჭირდებათ, გარკვეული პრობლემის მოგვარების კუთხით შეგეძლიათ მობრძანდეთ, გაგვესაუბროთ და ჩვენ აუცილებლად გაგცემთ ამომწყურავ და კვალიფიციური პასუხს. შევეცდებით ყოველ შემთხვევაში.
რაც შეეხება აჭარას გულისხმობდა, მე მგონი ჩვენი მაყურებელი ყავთ თუ არა წარმომადგენელი აჭარაში. კი, დიახ, გუშინ მოხდა პრეზენტაცია აჭარის უზენაეს საბჭოს სიით შემადგენლობისა, ქალბატონ ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა საგანგებო ვიზიტით. სწორედ საგანგებო, ვთქვათ, საგანგებოდ ჩავიდა ბათუმში, იმისთვის რომ წარედგინა ჩვენი სია, ბატონი გიორგი ცინცკილაძე არის სიის პირველი ნომერი, ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი და წარმომადგენელი აჭარის რეგიონისა და ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სია. მე სამწუხაროდ ყველას გვარს და სახელს ახლა ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ ჩვენი აჭარელი მეგობრები და მოქალაქეები დაგვეთანხმებიან მაყურებელი, ვინც გუშინ, ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში უწევდა ამ საკითხს. მოდით კითხვა ბატონ ბექასთანაც, იმიტომ რომ ამდენი ხანი არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. ეს არ არის ვინმეს საპირისპიროთ ან საწინააღმდეგოდ, მოკლედ არ არის კითხვა, რომელსაც გააჩნია კონტექსტები პირდაპირ. ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი, პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები არიან ჩართული საარჩევნო მარათონში. როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი, რის გამოც თქვენს შესაბამის ოლქში, სადაც კენჭს იყრით, მოგცემთ ამ მრჩეველი ხმას? რის გამო უნდა დაგიჭიროთ მათ მხარი? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ ოლქში დიდუბის მე-15 ოლქში, სადაც მე ვარ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ამ ოლქში ვარ დაბადებული, ამ ოლქში ვარ გაზრდილი და ყველა ეს პრობლემა, რაც დიდუბის მე-15 ოლქს გააჩნია, კარგად ვიცი და ზედმიწევნით ვიცი, იგივე პრობლემები მაწუხებს მე და იგივე პრობლემების მოგვარებას ვთხოვდით წინა მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომლებიც იყვნენ და სამწუხაროდ დიდუბეს მხოლოდ დიდუბეს არა სრულად მაჟორიტარობის პირდაპირ რაზე გითხრეს უარი და რას შეასრულებთ უკვე თქვენ მათთვის ვინც ხმა უნდა მოგცეთ? კი ბატონო, თუნდაც ძალიან ელემენტარული რომ ავიღოთ დიდუბეში და ჩუღურეთის იმ ნაწილში, რომელსაც მე-15 ოლქი მოიცავს, მრავლად არის ძველი შენობები, რომელსაც აქვს ძველი გაყვანილობები. აი ძალიან მარტივად რომ ავიღოთ. როდესაც შედის მოსახლე გაყვანილობის შეცვლის თხოვნით თუნდაც გამგებაში, თუნდაც მაჟორიტარის ბიუროში და მისდის უარი და ბოლო 3 თვის განმავლობაში შემიძლია დავასახელო 5 შემთხვევა, როდესაც ამ ძველი გაყვანილობის გამო უბრალოდ გაჩნდა ხანძარი სახლში. რა თქმა უნდა, ავარიული საცხოვრებელ, მხოლოდ ავარიული არა, შეიძლება ძველია უბრალოდ ავარიული არ იყოს, მაგრამ გაყვანილობა ძველია. როდესაც თვითონ ვერსვის მოსახლე და შედის შესაბამის სტრუქტურაში იმის თხოვნით, რომ გამოცვალოს გაყვანილობა და ეს გაყვანილობა არ იწრება და აქედან ანუ წეგანიც აღნიშნავ, შემიძლია დავასახელო ეს შემთხვევა, როდესაც მხოლოდ ძველი გაყვანილობის გამო გაჩნდა ხანძარი. რეალურად ეს რომ ავიღოთ, ჯერ ყველანაირი ბიუჯეტი როგვერდზე გადავდოთ, ამით ადამიანების სიცოცხლეს ექნება საფრთხე, ხო? შემდეგ ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვამდეც რომ მივიდეთ, გამგეობა ვალდებულებას იღებს შემდეგ და თუნდაც მაჟორიტარის ბიურო და სხვა ის ინსტიტუტები, რომლებსაც აქვთ ეს ვალდებულება, რომ სახლი გაგდონ, რომელი უფრო იაფიჭდება და რომლით უფრო ნაკლები რესურსის დახარჯვა უწევს ქვეყანას, მხოლოდ გაყვანილობის გამოცვლა თუ ის რამოდენიმე სახლის რემონტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაარემონტოს შესაბამის მოწყობამ, ვინაიდან სხვა საშუალება არ აქვს და კიდევ რა პრობლემებია, იმიტომ რომ ალბათ დაწყებულია უკვე შეფეთქება პოტენციურ ამორჩეველთა და საინტერესო როდესაც საუბრობენ, რას ითხოვს ამ შემთხვევაში დიდუბეში მცხოვრები ადამიანები, რას ითხოვენ, რას აპროტესტებენ ყველაზე მეტად და რა არის ის მთავარი რისი მოგვარებაც თან მოკლევადებში უნდათ, იმიტომ რომ ყველას მოგვეხსენება, როცა არის პრობლემა, იქ საუბარია ვადებზეც და რაც შეიძლება სწრაფად სურთ ეს, თუმცა 8 ოქტომბრამდე ეს ამას ნამდვილად ვერ შეძლებენ, ამიტომ თავარ დაპირებებზე გეკითხებით ისევ ის პრობლემები, რომელიც თავარი რაც არის პრობლემა. რას პასუხობთ ალბათ თქვენ, როგორ გეგმას თავაზობთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად? გეგმა პირველი, რასაც თქვენი ეთერითაც ვისარგებლებ და დავპირდები მე-15 ოლქის სამმართველოს, ჩვენ დიდუბეს და ჩვენ ჩუღურეთელებს, მეხანოველებს, არის ის, რომ არასდროს არ დავტოვებთ გასაჭირში, ყოველთვის ვიქნებით მათი უფლებების სადარაჯოზე და ჩვენ სხვა კანდიდატების მსგავსად და სხვა პარლამენტარების მსგავსად არ ვიქნებით მიუწვდომელი მათთვის. ყოველთვის 24 საათიან რეჟიმში ვიშავებით, ახალგაზრდები ვართ, გვაქვს შემართება, გვაქვს იმის ენერგია, რომ არ მივატოვოთ ჩვენი ამორჩეველი და ეს არ არის რაღაცა ისეთი დაპირება, რომელიც შეუსრულებელია. პირადად მე ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არასდროს არ რჩევია, როგორც მე ისე ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას უკან დახევა რაღაც გარკვეული პრობლემების წინაშე და ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ამორჩეველის ერთგული და ყოველთვის დავდგებით გვერდში ყველანაირ გასაჭირში, რა თქმა უნდა, რის საშუალებას ახალგაზრდებს მე სწორედ ამიტომ დავსვი შეკითხვა იმ ფორმით, როგორც დაგისვით, გულისხმობ ყოველთვის უსურვებ წარმატებას და ამიტომაც დაგისვით კითხვა. ამ შემთხვევაში თქვენ პოლიტიკური გამოცდილება, რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე ვერ გექნებათ ისეთი ვრცელი, როგორც აქვს თქვენ ოპონენტებს, სწორედ ამიტომ მკითხეთ.
მხოლოდ ის რომ თქვენ იცით კარგად იმ უბნის პრობლემები, სადაც იმ ოლქის პრობლემები, სადაც კენჭისყრით, ეს არის საკმარისი. როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ არიან წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც უკვე წლები არიან პოლიტიკაში, მათ იციან კომუნიკაციის სხვა ენაც, მე არ გულისხმობ მხოლოდ დაპირებებს და მხოლოდ საარჩევნო მარათონს და შესაბამისად არც ალბათ ის გეწყინება და გაგიკვირდებათ, რომ ვიღაცის ჭაღარას შესაძლოა უფრო მეტ პატივსაც სცემდნენ. ამიტომ სამ ამ მიმართულებით კითხვას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის მისასალმებელია და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ქართულ პოლიტიკას სჭირდება ახალი სახეები, მეტი ახალგაზრდა სჭირდება პარლამენტში, ვინაიდან იმ კანონის ინიციატივას, თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც ახალგაზრდა შეიტანს, ის იქნება ახალგაზრდაზე ორიენტირებული. ეს არ არის დაყოფილი რაღაც ასაკობრივ ჯგუფებად. მაგალითად, მე და ბატონმა დიმიტრიმ რომ ერთად ვიმუშაოთ, მოვარგებთ ყველა ასაკთა ჯგუფს იმ კანონპროექტს, რომელსაც ერთად შევიმუშავებთ, ხო? ანუ ახალგაზრდას რაც უჭირს, შეიძლება არ იცოდეს იმ უფროსი თაობის წარმომადგენელმა. მაგალითად, განათლება, ყველა იძახის რომ განათლებაში უნდა ჩავდოთ ფული, მაგრამ განათლებაში ჩადებული ფული ჯერჯერობით ვერ ვნახეთ ჩვენ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ განათლება არის ერთ-ერთი ისევ გვერდზე გაწევის სფერო. არსებობს უფასო ფაკულტეტები, მაგრამ ეს ფაკულტეტები არ არის უფასო, იმიტომ რომ რაღაცა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, არამედ იქ არ იყო სტუდენტთა ჩამბარებელთა დიდი რაოდენობა. ანუ რაც შეეხება განათლებას, დაპირებებს ჩვენ კონკურენტებს არ მინდა შევეხო ეს ამორჩევლის გადასაწყვეტია კი ბატონო ვიღაცა ჭაღარას წევს პატივს ვიღაცა ახალგაზრდას დაუჭერს ხალხს იმიტომ რომ ახალგაზრდა სხვა შემართება აქვს მეტი ენერგია მას უპირატესობებზე არა უბრალოდ რაოდენობაზე ჭაღარის ამიტომ კი ბატონო მეც არ მომახვილებ ჭაღარის რაოდენობაზე ყურადღებას ანუ ჩემი აზრით აქ ასაკი არაა გადამწყვეტი ჩემი აზრით გამოცდილებას რაც შეეხება არ ვთვლი რომ გამოუცდელი ვარ პოლიტიკაში ბევრი რამე მინახია ну ცოტა შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ 15 წლიდან ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც თუნდაც 7 ნოემბერი იყო, აქტიური მონაწილე ვიყავი 7 ნოემბრის, სამწუხაროდ იქაც დავზარალდით, ერთი თვის განმავლობაში სახლიდან ვერ გავდივართ, ისეთი მოწამლულები ვიყავით მე და ჩემი ძმა, 26 მაისი იყო, 26 მაისის შედეგად დაგვაპატიმრეს, მეც და არა მხოლოდ მთელი ჩემი ოჯახი რეპრესია გამოვლილია, ჩემი ძმაც დაპატიმრებული იყო და მე არ ვთვლი რომ რომელიღაცა კანდიდატს ან უბრალოდ ასაკის განსხვავებით შეიძლება გახდეს არჩევნებზე შეიძლება გახდეს ეს გადაწყვეტილების მიღება. რაღაც წარმატებას გისურვებთ ბატონ დიმიტრის მივცემთ 30 წამს შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მიმართოთ მაგურებას და პოტენციალო და მე მინდა ზუსტად დღეს იყვნენ ჩემთან ამორჩეულთა ერთი ჯგუფი და მთხოვეს გამეკეთებინა განცხადება და მე თავს ვალდებულად ვთვლი, ვინაიდან მხარს უჭერ ამ პოზიციას და მიმართავ იუსტიციის სამინისტროს, მიმართავ მინისტრს ქალბატონ წულუკიანს იმ ადამიანების უფლებების აღსადგენად, რომლებიც 2011 წლის 1 აგვისტოდან ვეღარ სარგებლობენ ვადაგადასული ჩვეულებრივი პირადობის მოწმობებით, ვინაიდან გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას. და მათი რიცხვი თუ ხელმოწერების მიხედვით მივსჯელებთ არის 120.000, მაგრამ რეალური ციფრი მათ ვისაც არ მოუწერიათ ხელი 300.000 ცდება. მე ვფიქრობ, ეს ციფრი არის საკმარისი არგუმენტი და საფუძველი იმისა, რომ თუნდაც საარჩევნოდ მივიღოთ გარკვეული გარდამავალი დებულება, ან მივიღოთ გარკვეული ნორმა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ვადაგასული პირადობის მოწმობებით ისარგებლონ ერთჯერადად და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების შელახვასთან გვექნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ისევე როგორც ყველას, თქვენ პოლიტიკურ გუნდსაც წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, მაჟორიტარობის კანდიდატები, ნაძალადევში ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ხოლო დიდუბეში ბატონი ბექა პეტრიაშვილი. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით, თუმცა თქვენ უნდა დარჩეთ მეორე არხზე, ზუსტად 9 საათზე ზვია დავალიანი შემოგიერთება და დღის მთავარ თემებზე ისაუბრებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს. ნახვამდის.